გამარჯობათ, ეს არის მეიქაპ ვიდეობლოგი და დღეს მე გასწავლით როგორ გავიკეთოთ ულამაზესი საახალწლო მაკიაჟი. ამ მაკიაჟის ფოტო შემხვდა პინტერესტზე და მინდა რომ დღეს მე გასწავლით როგორ გავიკეთოთ ეს მაკიაჟი. ულამაზესია დამეთანხმები და ძალიან მომწონს. როგორცაც დააკვირდებით, ძალიან ბევრი ტონალური და ბრონზერი აქვს გამოყენებული და არ უნდა დავინანოს ბოლოს და ბოლოს ახალი წელი. კი, ჯერ 5 დეკემბერია, მაგრამ ისე მალე გაივლის დღეები, რომ მალე მოვა ახალი წელიც. მართალია ღამეა და არსად არ მივდივარ, მაგრამ ამ მაკიაჟის ტუტორიალი რომ არ გადამეღო, ისე არ შეიძლებოდა. სანამ მაკიაჟის კეთებას დავიწყებთ, პირველ რიგში უნდა გავიწმინდოთ სახე და მომიმზადოთ მაკიაჟისთვის და მე დავიწყოთ მაკიაჟის კეთება. პირველ რიგში აუცილებლად უნდა გამოვყენოთ ტონალური და მე გამოვიყენებ აი ამ ბრენდის ტონალს, რომელიც ძალიან მაგრა ფარავს ყველაფერს სახეზე და ძალიან მაგარი ხარისხის ტონალურია. თან ღიაც არ არის და ეგ უკვე ძალიან კარგია. მაკიაჟ მუქი ტონალური ძალიან უხდება. ასევე ვისაც გიყვართ მაკიაჟის კეთება, შეგიძლიათ შეხვიდეთ ავერში, ნამნეში ან PSP-ში. ყველაზე მაგარი ხარისხის და ძალიან მაგარი მაკიაჟები მაგ მაღაზიებს აქვთ. ტონალურს ჯერ ვიტანთ ხელზე, ასე და შემდეგ სპონჟით ვიღებთ ესე და ვინაწილებთ სახეზე კარგად, ასეთი დარტყმითი მოძრაობებით. ესე ზედმეტი რაღაცებით არ გადმოვა სახეზე და თან კარგადაც გადანაწილდება. ამ ბევრი ფოტოები და ვიდეოები უნდა გადავიღო აუცილებლად ამ მაკიაჟით. არსად არ გავდივარ, მაგრამ სახლში მაინც მინდა ამ მაკიაჟით ბევრი ფოტოები და ვიდეოები. კი უნდა წავუსვათ კონსილერი, მაგრამ მე გამოვიყენებ Essence-ის კონსილერს, ოღონდ რა თქმა უნდა მუქი ფერისას. წავისმევთ აი ესე ჩვეულებრივად თვალის ქვეშ და ცოტა ცხვირზეც ცხვირი კარგად უნდა გამოიკვეთოს. და რა თქმა უნდა სპონჟით კარგად ჩავშლით და გადავინაწილებთ. აი იქნებოდა რომ პუდრი დაგეფიქსირებიდან აი ეს ადგილი რომ კონსილერი ნაკეთებში არ ჩაჯდეს, მაგრამ მე ზოგადად პუდრის მომხმარებელი არ ვარ და არ ხმარ პუდრას და არ მაქვს, მაგრამ ვაპირებ რომ პუდრის ხმარება დავიწყო. შემდეგ კი გამოვიყენებ ბრონზერს. ვაპირებ რომ აი ეს მშრალი ბრონზერი გამოვიყენო, რომელიც ძალიან კაი ფერია, მართლა და ძალიან მიყვარს. ამას სპონჟით არა, ამას ფუნჯით ვინაწილებთ. ამ შორის ახალი ფუნჯები მაქვს გამოწერილი და სადაც ჩამომივა და ძალიან მიხარია. ვიღებთ ესე ჩვეულებრივად ბრონზერს. მე ვეტყავთ, რომ ზედმეტი პროდუქტი რაცაა ჩამოშორდეს და ვინაწილებთ ლოყებზე და შუბლზე, რა თქმა უნდა. ესე ძებით უნდა ავიწიოთ. შეგიძლიათ ბლაშიც გამოიყენოთ, მაგრამ ძალიან ცოტა, რადგან ეს არის ლატინა მეიქაპი. შუბლს აი ამ ნაწილებში კარგად ვინაწილებთ. ბრონზერი არ დაგინანოთ, რაც შეიძლება ბევრი უნდა წავუსვათ, მაგრამ რა თქმა უნდა არ შეგეშინდეთ თუ ძალიან ბევრიც მოგივა, რადგან ეს მაინც თეთრი რაღაცები უნდა წავუსვათ ზევიდან, რომ ამონათდეს რა ბზინვარები და რაღაცები და ამიტომ გავანეიტრალებთ. რა თქმა უნდა წავუსვათ აუცილებლად ცხვირზეც ბრონზერი, რომელიც აი თვალიდან აი ესე მოყვება და თვალთანაც უნდა წავუსვათ და მან უნდა წავუსვათ კრემოვანი ბრონზერი. მაგრამ მე გამითავდა კრემოვანი ბრონზერი და ისევ Essence-ის ამ კონსილერს გამოვიყენებ, რადგან ბრონზერის ფერია და კაი იქნება. ზოგადად შეგიძლიათ რომ კონსილერი წაისვათ და მით უმეტეს სანამ თვალის ჩრდილებს დაიტანთ, აქ თვალთან უნდა აუცილებლად უნდა წაისვათ კონსილერი და გადაინაწილოთ, რომ პროდუქტი კარგად და ლამაზად დაჯდეს და დიდხანს გაგიძლოთ. თორე კონსილერის გარშე რო წაისვათ, მალე ჩამოგეშლებათ და თან ლამაზადაც არ დაჯდება. წარბთან ავდივართ ბოლომდე, არ გვენანება. თუ ტეხიანი ცხვირი გაქვთ, საერთოდ არაფერი არ წაისვათ ცხვირზე, იმიტომ რომ ძალიან ცუდად გამოჩნდება რა და პირიქით ცხვირი უფრო გადიდდება. გირჩევნიათ რომ დატოვოთ თეთრი და ჰაილაითერები წაისვათ, მეტი არაფერი. ამ ცხვირს აი ესე ბოლოს მოვამრგვალებთ. ეხლა ეს კარგად სპონჟით ჩავშალოთ. სხვადასხვა მე ძალიან ბევრ ადამიანს ვუკეთებ მაკიაჟს და ძალიან მიხარია რომ ასე მეხმაურებით ხოლმე. სახეც უკვე ნახევრად დავასრულეთ, ეხლა კი გადავიდეთ თვალებზე, იმიტომ რომ თვალები ყველაზე რთულია და პირველი უნდა დაიწყოთ ხოლმე ყოველთვის თვალების გაკეთება, რა თქმა უნდა სახის შემდეგ. ეხლა ამ კონსილერს მარტო თვალებზე დავიტან იგივე კონსილერს, რომ როგორც გითხარით, პროდუქტი დაჯდეს ძალიან კარგად, აი ამ ადგილებში ჩვენ არ წაგვისვია და უნდა დავიტანოთ, რომ დიდხანს გაცვლას ჩვენმა თვალის ჩრდილმა და სპონჟით ასე დარტყმითი მოძრაობებით გადავინაწილებ. სიმართლე გითხრათ, ძალიან ლამაზი მაკიაჟი გამოდის, ეხლა მე სარკეშიც რო ვიყურები, გვერდზე მაქვს სარკე და ძალიან მომწონს სხვადასხვა და აი ძალიან ბევრი ფოტოები უნდა გადავიღო, ნეტავ ახლა სანამ მივდიოდე.
მიტანა ჩემი თვალის ჩრდილების ნახევარი პალიტра, ოღონდ ყველაფერი არ მომიტანია. დაეტევა და ყველაფერი მომეტანა. და ეხლა გვჭირდება რამე თეთრი ფერის ან კრემის ფერი ჩრდილი. უმჯობესია თუ თეთრი ფერის რას გამოიყენებ. და ეხლა მე გამოვიყენებ ამ თვალის ჩრდილების პალიტრას, რადგან თეთრი ფერი აქ მაქვს. და გვჭირდება რამე პატარა თვალის ჩრდილის ფუნჯი. მე გამოვიყენებ ესეთ ფუნჯს. ამაზე ვერბად პატარა დაგჭირება, მაგრამ გამოწერილი მაქვს და სამწუხაროდ ჯერ არ ჩამოსულა, მაგრამ ფუნჯი უნდა იყოს აუცილებლად ბუთქუჩა, ესეთი მრგვალი. სხვანაირი ფუნჯით ვერ გაიკეთებთ ამას. ვიღებთ თეთრი ფერისას. კარგად უნდა მოვიღოთ. უნდა არწყმით არ ამოიყრით რა, ეს წავსვათ და ვერწყმით. ნახეთ რამდენი რამე გავარდა, ეს არის ყველაფერი ზედმეტი. და აი ამ ნაწილში ვისმევთ, რომელიც ადის ზევით. რომ კარგად ამონათდეს აი ეს ნაწილი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ თვალის მაკიაჟი არის ყველაზე რთული და ყველაზე მეტი დრო სჭირდება თვალის მაკიაჟს. შემდეგ გვჭირდება რამე ძალიან მბზინავი highlighter-ის მსგავსი ჩრდილი. მაგის ფერს მნიშვნელობა არ აქვს, თქვენ რა ფერიც გინდათ, ისეთ წაიშვით, ოღონდ უნდა იყოს მბზინავი. ეხლა კი გამოვიყენებ ამ პალიტრას თვალის ჩრდილებიდან და გამოვიყენებ აი ამ მბზინავ ოქროს ფერს, რომელსაც თითით ვისმევ აუცილებლად, რომ კარგად წამოვცეთ. ნახეთ, რომ უბრალოდ რა მბზინავი და როგორი ლამაზია. ამას ვისმევთ აი აქ შუა კუთხეში აუცილებლად, რომ აი ეს ნაწილი კარგად ამონათდეს, აუცილებელია მაკიაჟში. შემდეგ იგივე ფერს ვინაწილებთ აი ამ ადგილას თითით ისევ კარგად. ანუ ახალი წელია და უნდა მბზინავდეს. ახლა ცოტა მოყავისფრო მოღიო ფერი უნდა გამოვიყენოთ ყავისფერში რა. გვჭირდება ესეთი ფერი და შეიძლება ესეც გამოვიყენოთ რა. იგივე პალიტრას ვიყენებ რა თქმა უნდა. პირველ რიგში ვიღებთ ამ ფერს კარგად და ვეტყავთ, რომ აი ზედმეტი რაც ცვივა, და კაი იყოს. და ვინაწილებთ გარეთა კუთხეში. ჯერ უნდა გამოიყენო ღია ფერები და მერე უნდა გაამუქოთ. ეგრეა აუცილებელი, ეგრე ვისწავლე მეც. იმიტომ რომ მუქი თუ შეიძლება ძალიან ზედმეტი მოგივიდეთ და მერე გაღიავება არის მაგისი ძალიან რთული და ღია შეიძლება მარტივად გაამუქოთ. ამიტომ ჯერ ვიღიწყებთ ღია პროდუქტებს და მერე ვამუქებთ. არ ვიცი კამერას ჩანს თუ არა, მაგრამ რეალურად ულამაზესი. ეხლა გამოვიყენებ აი ესეთი ყავისფერ ფუნჯს. ისა ფუნჯი კი არა, გასულ ჩრდილს. რომელსაც ამასაც ვერწყავთ კარგად. და ამას უფრო გარეთ ნაწილში წავისმეს, რომელიც აი ოდნავ წარბთანაც უნდა ავიდეს. იგივე თქვათ, აი ამ ფერს ცოტა უნდა შევურიოთ რა, ეს ყავისფერი რა და წარბთან ავიდეთ. მე ეს მაკიაჟი თვითნასწავლით ვისწავლე, ანუ ჩემით ვისწავლე მაკიაჟი, მაგრამ ეხლა დავდივარ მაკიაჟის გაკვეთილებზე და უკეთესად ვსწავლობ, რომ რაც აქამდე არ ვიცოდი, იმას ვიგებ და ძალიან მიხარია, რომ ვაუმჯობესებ და ვახარისხებ ჩემს მაკიაჟში, ანუ უკეთეს ხარისხად ვაკეთებ ჩემს მაკიაჟს. ახლა დავჭირდება ესეთი ფუნჯი, აი დახრილი რო გქონდეს, აი ეს მხარე აუცილებლად და გამოვიყენებთ უფრო შედარებით მუქ თვალის ჩრდილს და მე გამოვიყენებ აი ამას ყავისფერს რა თქმა უნდა და ნუ მე ზევიდან მაგაზე გადავატარებ ჩავსაც, მაგრამ ჯერ ეს ყავისფერი გვჭირდება. ამასაც ვერტყავთ და აი აქ კუთხიდან წევთ მალე რომ ჩვენს ჩრდილს ფორმა მისცეს და მე ესე ვაერთებ ძალიან ლამაზად. ესეთ გამოვიდა, მე აი გავგიშდი ძალიან მომწონს მართლა. ეხლა გამოვიყენებ შავ თვალის ჩრდილს, აი ამას და რა თქმა უნდა ისევ ამ ფუნჯს. ვიღებთ, აი დაღწევით ესე ხო? აი ნახეთ როგორ ვიღებთ ამ წვრილი ფუნჯით, უფრო სწორად დახრილი ფუნჯით ესე და ესე და მე ვერტყავთ. და ეხლა მას კონტურად უნდა გადავატაროთ რა, კონტური. გამოგვივიდა ასეთი, აქ შეგიძლიათ სასრემლებთან დაიმატოთ შავი ფერის ფანქარი, რომელიც აი აქ ანუ კუთხეებშიც ესეთი კუთხე გაიკეთოთ, მაგრამ მე ესე უფრო მომწონს. ესეთი რაღაც ზღაპრული გამოგვივიდა და ეხლა გამოვიყენოთ ტუში. მე ეხლა გამოვიყენებ ამ შავ ფერის ტუშს. ისე ჯერ წამწვები რო აიპირხოთ, მე ზევიდან ტუში გამოიყენო და მე დასაკრავი წამწვები გამოიყენოთ, ეგრე უფრო კაია. მე ეხლა გამოწერილი მაქვს ის, რა ქვია, წარბების სასაფრეხი და დასაკრავი წამწვებიც მაქვს, მაგრამ ჯერ არ ვიყენებ ჯერჯერობით. თვალის მაკიაჟიც უკვე დავასრულე, შეგიძლიათ ქვედა წამწამებზეც წაისვა ტუში, მაგრამ მე ესე მიჩვენია. ამ მაკიაჟში შეგვიძლია
სულ ოდნავ გამოვიყენოთ ბლაშიც, რადგან ესა ლატინა მაკიაჟი და ბლაში საერთოდ არ გვჭირდება, მაგრამ ოდნავ გავარდისფრება მაინც გვჭირდება. ერთი არის ესეთი როუდის ბლაში, ეს არის ოდნავ ატმისფერი და ლამაზი ბლაშია და მეორე არის ესეთი stick blush, ეს არის მთლიანად ვარდისფერი. ჯერ არ ვიცი რამაც გამოვიყენებ, მაგრამ ალბათ უფრო ვარდისფერი ჯობია. ვიყენებ ამ ბლაშს და ვისმევ ძალიან ოდნავ. აი მხოლოდ ზევიწავ ისმევ აი ესე. და ოდნავ თვირთაც აი ესე. ნახეთ, ესე ვიწავში და ძალიან ცოტა წავის. კამერას ცოტა მოგიჩეს, მაგრამ რეალურად ცოტა მისვეს არტაში რომ ნახე. და ვინაწილებ, რა თქმა უნდა, სპონჟით. და ესე ზევით უნდა ავიტანოთ ეს ბლაში. დავივარცხნოთ და დავიფიქსიროთ წარბები აუცილებლად. ესე ავიწევთ ზევით და შემდეგ უბრალოდ ასე ჩამოვისმევთ. აი ამ წარბ შორის განსხვავება ნახეთ, ხო ხედავთ რა ლამაზია. ახლა კი გადავიდეთ ტუჩებზე. ეს მაკიაჟი თუ გინდათ რომ ძალიან ლამაზი და არაჩვეულებრივი გამოგივიდა და არა მარტო ეს და სხვა ნებისმიერ მაკიაჟით, გეტყვით რომ თუ თვალს ტვირთავთ, მაშინ ტუჩები არ დატვირთოთ ძალიან. და თუ ტუჩს ტვირთავთ, მაშინ თვალი არ დატვირთოთ. აი ძალიან განსხვავებული და ძალიან აი საოცარი მაკიაჟი გამოგვივა. ამიტომ მე დღეს ტუჩს არ დავტვირთავ. მე გამოვიყენებ ესეთ მესაუდას ტუჩის კონტურს და რა თქმა უნდა ამ მაკიაჟი ყავისფერი ძალიან მოხდება ტუჩზე. ამას კონტურს შემოვლებ ტუჩს ჩვეულებრივად გარშემო. ახლა კი ეს კონტური უნდა შევავსოთ. შიგნით უნდა შევავსოთ უეჭველი ყავისფერი გლოსით. მაგრამ ეხლა რადგან არცად არ მივდივარ, ხო, შევავსებ იგივე კონტურით შიგნითაც რა. და არ მინდა რომ ჩემი გლოსი ტყულა დავხარჯო, როცა არცად არ მივდივარ და ვარ ამით შევავსებ. მაკიაჟით თითქმის უკვე დავასრულეთ და ეხლა კი გადავიდეთ ჰაილაითერზე. მე კი ეხლა გამოვიყენებ აი ამ ჰაილაითერს, რომელიც ძალიან მაგარი ჰაილაითერია და ძალიან მიყვარს. აი ესე წავისმევთ და კარგად გადავინაწილებ, იმიტომ რომ აქ არ გისიათ ჰაილაითერი. და აქ რო გისვიათ, ცოტა ცუდად ჩდება და ამიტომ კარგად უნდა გადაინაწილოს მაინც. მოდი მერე გადავინაწილებ, ეხლა ამას ცოტა ლოყებზეც წავისმევ. კიდევ გჭირდება ძალიან დიდი ფუნჯი, და მე გამოვიყენებ ეს ფუნჯი ძალიან კარგად ხმარდება ხოლმე ეს უბრალოდ აი პუდრის გადასანაწილებადაც კაია და კონსილერსაც აი ესე კარგად გადაანაწილებს, აი უბრალოდ ზედმეტ რაღაცებს ჩამოაშორებს რა. ძალიან მიყვარს ეს და ძალიან მიწევს. ჩვენი მაკიაჟით უკვე დასრულდა, აი ესეთი მაკიაჟი გამოვიდა და მე ძალიან მიწევს, მაგრამ ნახეთ ყელია თეთრი და კისერი და ესაა მუქი, ამიტომ თუ ესეთი ღია მაინკა ან მაისური ან ტოპი გაცვიათ, ესეც ცოტა რომ ტონალური ან რამე თუნდაც მუქი ჰაილაითერი ან რამე წაისვათ და კარგად გადაინაწილოთ, სახე და ეს ერთფერში იქნება და იქნება ძალიან კაი. ჩვენი საბოლოო მაკიაჟი ესეა. ძალიან მომწონს, აი უბრალოდ მართლა ძალიან ლამაზია. სულ ეს იყო, ახლა კი დაგემშვიდობებით. კოცინი ყველას, კარგად!